სალამი მეგობრებო, ძალიან ისეთი უჩვეულო ფორმატში ვზივართ, რომელიც რომ ვენი мама პაპადგან მოდის და ძალიან ისეთ საიტე. აუ ცხელა ბიჭო მაგარი ეს მოიცგავაღო გადაწიეს რაბანა და მეორე რაბანა ჩავწერთ რეაქციებს ძალიან დიდი ხანია რეაქციები არ ჩამეწერია და ბიჭო კოლაბორაცია მინდოდა რაღაცრაღაცა და ვიფიქრე ვინ და ანუ გავაკეთე ბენისთან რატო გავაკეთე კოლაბორაცია ხა გეტყვით რა მე რო ტიკტოკერობდი ერთ დროს ბენი ჩემზე რეაქტები ჩაწერა რა და მაქედან მოხდა ჩვენი ურთიერთობის გაღრმავება და ასე შემდეგ და რეაქცია ვისთაერთან უნდა ჩავწერო თუ არა იმ OG YouTuber-თან რომელიც TikTok-ზე გადავიდა და ეხლა მე მოვათრევ აქეთ ისე უკან და მინდა რომ ადამიანს გაუნათო ხედველობა და გაუნათო ყველაფერი აბსოლუტურად რომ დაწერეთ რომ დაბრუნდი ბიჭო არა ბრუნდები იცი რატო 13-დან მათხოვრობა აღარ შეიძლებაო TikTok-ზე რაღაც კანონი შემოდის რა და სხვათა შორის მე და ბენის რა საერთო გვაქვს ვიცით მეგობრებო ერთი გარდა მაგისა ერთი სპონსორი ყავს სხვათა შორის სეტად სპორტი ვისაც მადლობას ვუხდი სეტად სპორტს დობისთვის და აქვე პრომოკოდი შეგიძლიათ ყოველ თვე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ უყუროთ თქვენ საყვარელ სპორტს თან ძალიან ხარისხიანად და თან ახალი სეზონი დაიწყო ყველაფერში დაიწყო ხო და აი ეს გამომიგზავნეს შინით ერთი ჩემი საკოლექციო ჯულია დგას რა ესეთ რა ნახე რა ძერს კი რაღაცა ეს ფერარის თემა თვითონ იმას აქნის რა თემატურად რა ფორმულა 1-ზე მქონდა რაღაც და ნუ ეს მესტიაში რო ვიყავ იქ მაჩუკეს ეს კუდი ინსტაგრამი ამონათებული იქნება მადლობა ძალიან დიდი საჩუქრებისთვის ფუშენდე და აი რა შესაძლო მომენტისთვის უნდა მოემზად აი რა ვარჯიში არის მე ეკითხო და დამესვა რომ ის რა გურამ როსტევანიშვილი იცი ივარჯიში შეიცხოვრებისთვის და სულ თავს რო იყვას და ბავშვებს რო კაროჩ გურამ როსტევანიშვილი არის ივარჯიში შენი ცხოვრების ძველი ვიდეო არის რა და რაღაცა ფილმების იმებს იმერო ჯეკი ჩანი რო ევასე გამახსენ რუხტული რაღაცა პარკურები და ისე რო ძალიან ძველი ვიდეოები რო და ვარკეთილში ბავშვებს ავარჯიშებს პარკში შუა პარკში რა და ეგეთ რაღაცებს აკეთებს პაკრეშკებს ურტყავს და რაღაცა ეს რა არის იცი all pain no gain ისეთი კლასები რომელიც არ შეგიძლია არ ვთქვა რომ რეალური არ არის რა მაგრამ მე ვიცი რომ პრაქტიკაში სწავლობ ცეხში მე იმდენი გამოცდილება მივიღეთ ციხეში ასიზა ბავშვთა სახლში კიდე სადაც ეს ვიდეო ვისაც ედო იქ ეწერა რომ რა მანქანა ეგა $7,000 ესა და მეგობრებო ეგ არის ბიჭო იმპორტიორების ბრალია ძალიან ხო და ხო იმიტომ რომ ანუ ატყვევენ ხალხს $7,000 ჩამოგიყვანოთ ეს $7,000 არ ჩამოდის ეს მანქანა მეგობრებო 2021 წლიანი მანქანა არის და 18 ზის მინიმუმ ეს მანქანა თავისი ხარჯებით და ამბებით რანაირად არის როდის უნდა გამაკატაო ბიჭო შენ არ მჭდარ ხა არა ეხა წაგიყვან სახში ჩემი მანქანა მართლა აბა რა ბიჭო ამ ხელა გზაზე გამოიარე შორი დარჩით ვიდეოს ბოლომდე აუცილებლად TikTok გათამაშებას ბარემ ბენისა ერთად გამოვავლენ მანქანაზე მქონდა ედიტები და მე მაგარი წუწურაკი ვარ ხო იცი მაგ ედიტები აი ხო და მე რო ვიცი შენ რო ედიტინგი კარგად იცი თან მაგიტო დაასაჭირო ადამიანი ხარ რა ჩვენს დედებს გაუბარჩო ბიჭო ეს ნანახი მაგარ ვარ მოგატყო ეს ნანახი იმიტომ გაგეცინა თავიდანო ეგ ისოდი რაც ხო ანუ არ წამიკითხავ ბოლომდე ვიცი მაგარი კაცი არის ძმაო რამე მოიტყუა რა უნდა ძმაო ცხოვრების სტილს მიყვება და პატივი რაო და ატრიალე თითებში რამე მოიტყუა ჩემი ძმა არა ძმაო მე არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია ამ ადამიანის მიმართ და ახლა ეს კაცი ძმაო ჩამოყალიბებული ბიჭის თაბეჭლებას მიტოვებს მაგრამ ზოგადად რა ამასაკის კაცები დებენ ხოლმე ეგეთ რაღაცებს რა და მიყვარს ეს კონტენტი განაგზეთ მეგობრებო არ ვიცი კონტენტია თუ გულის ხელი არის, მაგრამ მეგონი ეს ბავშვი მაკამა და ზეღადავება. ო, ჯერ თვითონ არა გაცნობიერებული. დამჭკნარი ვარდი. არა, ჯერ ეღადავება, უნდა არ იცის თვითონ. არა, ემოჯებში ნახე დამჭკნარი ვარდი აქვს და მაგას ხო ირონიულად წერენ ხოლმე რა. და ნინძა. ეხა ეს ტიპი იცი თუ არა? თუ ვიცი რომ მარშრუტკას მართავს მარსი ხა აქ უკვე რა თქმა უნდა რთულია რა ხო დებატონო წოლი ხარ დარება იცი კაროჩი რატო ეს მარშრუტკა თეთრი რატო არ არის თქვა ვარდისფერი ხო რატო საბურავი შავი ის რთავს რატო არ არის იგივე მწვანე სკამი რამდენია 16 სკამია შენ მარშრუტკაში ვეუბნები რატო 16 ერთიანი და 6-იანი რატო ნებები ჩემო კარგო მარტებს თავშეკავება რატო ეს 16 არა გადასაკეთეს კამერა მივამატო. ამიამატა
კამპერი დაემტრია. ეს მისახდა. რა კონკურენტი ყავს მაგრამ არა, მაგრა აკეთე. ამას ხო იცი ცალკე TikTok-ი აქვს, ამ ტიპს TikTok-ი ქონდა, ოღონ ადრე აკეთებდა იმენად საგარელის იმას რა და პაროდიას. ხო და იქ ვერ არის რა მოხოდილი რა, 1-2 ვიდეო გაუვარდა და ეხა დაიწყო ეს პოდკასტების თემა რა, რაღაც აბსურდული ხო რა, თავის თავთან და ეს ბევრად მოეხოდა რა და ამ იმასაც იყენებს რა საგარელის იმას რა ნიჩს რა რო შეუულია რა, მაგრა აჯავებს ბიჭო ძალიან ის ერთ-ერთი გამოს ეს დღევანდელ TikTok-ი ხო იმას არის დამსგავსებული, აი ეს ხო მათხოვრობის იმად არის პლატფორმად ქცეული რა და ესეთი რაღაცები მომხდება ხოლმე. მისწორდება. TikTok პრემიუმი. იმენა TikTok პრემიუმია მართლა რა, რომელიც რომ ჩვენ დროს იყო. ოღონ ის დეფოლტ რეჟიმში იყო რა. და ეხლა არის პრემიუმი გჭირდება რომ ესე ტიპები გააქვს. აი ძმაო, ეს არის ინსპირაცია. ამის გამო ღირსხოვება ეს გამიმეთ ეს მომენტი. იმენა კინო. ქართველია? ბიჭო არა, მე მგონი სომხური გვარი ეწერა რა თუ ორსტები და წარმოიდგინე ეს ტიპები გასწორებული მიწაზე ვერ აკეთებენ იმას ასითოს და იმაზე არ კიდე ასე თუ გააკეთო? ბიჭო მე იმდენ მომენტა მე ვეღარ ვაკეთებ 20 ზედიზეთ. აღწერილობაში წერია რომ ანუ სექსიო დაცვითო და ანუ დაცვა თქვენი ხელში Nothing. Rao? Jet to holiday. And right now, you Rao, can save bicho. £50 per person. That's £200 off for a family of 4. რაო ბიჭო? We've got millions of free child place holidays available. ჩემ with 22 რა რეაქცია კარგად შო. package included. საღოძმაო. არ უკვირს ბიჭო თან ისე. ანუ არა ის გატუხებული აქვს იმას. ამას ერთი ბოჭკა დალეული აქვს უკვე ცხვირი. არ მოგიდგენია? როგორ არის შესაძლებელი რომ ცხვირი შეიძლება დალიო არამც თუ წყალი, არამედ გაზიანი. ბიჭო ეს ხო ინტიანის რაღაცა ხო უეჭველი გააგში გიზაი რაღაცა და თინეიჯერი გოგოები შალიკინის გადასავლების გაგების შემდეგ. ეგ რას ფიქრობ შენ ამ ბიჭო ნახე მე ჩარლი კირკს ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმებ. თუნდაც ომებზე როგორც საუბრობს, თუნდაც არ ეთანხმები რა, არ ეთანხმებოდი. არ ვეთანხმებოდი, ხო, თუნდაც იმაზე, ამას რაღაც საკითხები არის, რადგან არ ვეთანხმებოდი ბევრ რაღაცაზე. არა ის რომ აი დაკენსელების მეშინა და რაღაც. ანუ მეც არ ვფიქრობ ეგრე რა, მაგრამ ბიჭო, აზრის გამოთქმის გამო, რომ ტიპს კლავ. რა მომენტში მოკლეს თან იცი? ანუ გან ვაიოლენსი, რომელი განგსტერებისო თუ სკულ შუთინგიო და წკაპ ეგრევე მოხდა რა. და სეტაპიაო ბევრი წერს რა. რაღაცებში ვეთანხმებოდი, რაღაცებში რადიკალურად არ ვეთანხმებოდი, იმიტომ რომ რაღაცების მიმართ ძალიან ისეთი კატეგორიული მიდგომა ქონდა და ნუ დღევანდელ რეალობაში არ შეიძლება ეგრე რა. აზრის გამოთქმის გამო რო ტყვია ხდება ლაივში და კვდები ამაზე ყობა მე არ ვიცი ის მოვდა. ეხლა შეიძლება ვიღაცის სიკვდილი ინატრო. ხო. მაგრამ ინატრო ისეთი ადამიანის სიკვდილი ვიც იმენა ხალხს ხოცავს. ხო. ხო ხტები და ის არა პროსტა ბაზრობს. და არა პროსტა ბაზრობს რა. კომენტარებში რა ხდებოდა იცი? ვიცი. გავგიჟდი ძმაო რომ შევედი და კომენტარები ნახე, გამოვშტერდი, კაროჩი, აი ხელი ჩავიქნი, მეთქი შეო დაგვეცრა კაროჩი. ხვაზე ალბათ რაღაცა მოგხდება და გავწყდები. არ ჯვავს ბიჭო. წიმაში არ ჯვავს და. თორა ჩაიყვანა ღამე, ალბათ სამსახურიდან ამისული დაღლი რაღაც და ძაღლი ჩაიყვანა და არ ჯვავს. აუ, ამდენი თავიდე განაძრე რა. თან როგორ უყურებს ბიჭო? თან როგორ არა იმან იცის რომ მაგარი კიდია. არა იმან იცის რომ ეხა მე ვიკატავებ ღამე კიდია ამისი ტუალეტები. We have Brooklyn Wagner with Mamma Mia. რაო ბიჭო? აი კომენტარებში უწერენ ხოლმე, ხო ის guess the country-ო რა. ანუ გამოიცანე ქვეყანაო. აი ეგ თემა. რუსეთზე წერენ ხოლმე და ამერიკაზე წერენ ხოლმე ეგეთ რაღაცებს რა. მე მაინტერესებს ამ იმის რა ქვია, ბაყაყის უფლებას ვინ იცავს ამ შემთხვევაში. წეჩი სახალხო დამცველი სად არის? სად არის სახალხო დამცველი სად არის? ბაღთა დამცველი სად არის? ამაზე სპორტი კიდე რა არის, იცი? ხაიცაბაში? არა, ჯოხსერო არის, ცხენის თავი წამოსული და ასე დარბია. არიცი ეგა. მოიწოდეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ბენის არხიც აუცილებლად აღწერაში და სათაურშიც იქნება და ბენის არხი გადადით, დავასაპორტოთ ბენიც, რომ უფრო მეტად მოუნდეს, რომ დაბრუნდეს YouTube-ზე და ნუ ბრუნდება ისეც, მაგრამ ამით კიდე უფრო მეტად 10000 ლაიქზე მე მოვალ ისევ და რას ავარიაქტებ? თლიან კინოს
არა იყოს. არ მინდა კიდო. ბევრი ედიტი გაკეთდა. ბევრიც ისეთი, ბევრიც ასეთი. მაგას ეხა განვიხილავთ. რამდენია გამარჯვებული? ბიჭო, 3-მა უნდა გაიმარჯვოს, მაგრამ ვფიქრობ, Allmarket-ს ვთხოვო და 5-მდე გავზარდო ეგ ციფრი რა. ეხა 3 უეჭველი გამოვავლინოთ და აი პოტენციური მე-4 და მე-5-ს გამოვავლინოთ, რომ რამე რომ თუ დამთანხმდებიან Allmarket-დან პირველი იმიდან დავიწყოთ რა, ქვემოდან. ამას ვეძახი ხოლმე old school editing-ს რა, ადრე ხო იცი ეს შეიკები ძალიან ხოძე იყო ხოლმე რა და ხო ხტები რაც უფრო შიანზანზარებდი უფრო თესლი ტიპი იყო. კარგია, მაგრამ თლად კარგია, მაგრამ ხო ვაფასებთ შრომას. ამის ერთი წელი შეიძლება უკვე შესულ. ბიჭო, მე ესეთი მე story რაღაცები მოსწავლე. ბიჭო, ნახე storyline-ი როა კრედიტს. story-line-ს რო ქმნი, ბევრად უფრო აი ეს შენი ანუ პროსტა შეიკები, არაფერს მაძლევს რა. ისტორია დამაკავშირებული მე ვიზუალური. არა, ნახე, შეიქსაც გააჩენა. თუ მაგ ხო იცი რაღაც 4K HD-ებს უაძლევენ რა. პროჭიდან რომ გამოიღეთ რაღაცას ხო. ამის ერთი წელი შეიძლება უკვე შესრულდეს, რაც ამ მანქანაზე პირველ. აუ, თარა კაი სიმღერა. აი ეს შეიკი უკვე მოსულა. ეს გლოვები მევასე. ხო, აი ეხა ეს შეიკი უკვე ხო ხტები და ყველაზე მეტი ნახვა ამ ვიდეოს აქ, ამ ედიტებში. ეს მეტი მაქვს გაჭედა შენმა კომპიუტერმა. ალბათ. აუ რა კაი პოტენციალი ქონდა ამ ვიდეოს, CapCut-ი ვარ ჩანდეს ხვით. ხო. ეს CapCut-ის რაღაცნაირად არა და ხო იცი რამდენი აქვს ნაწვალები ამ რაღაცებზე, იცი რა პიზდეცი ამის გაკეთება? თა რა არის, იცი? Template-იც არა, ხო ამისი? გონი არა. გონი არ არის ხო რა და არ ვიცი. თუ არის შეიძლება მეშლებოდეს რა. ესე ძალიან კაი იყო. ხო, კაი, გადავიდეთ შენ. აი ეს დონია ძმო. აუ ეს ძალიან კაი იყო, უკვე ძალიან კაი. ეს დონია. აუ ბიჭო, არ ვიცი. ერთი მე ვფიქრობ რომ ამას უეჭველი უნდა გავამარჯვებინო. ეს ანუ ეს ერთი უეჭველი. ჯერ ბოლომდე მანახ ყველა და მაგის მიხედვით, მაგრამ ბიჭო, არ ვიცი, კარგებია რა. გადავწყვიტე რომ ჩემი შემდეგი მანქანა აუცილებლად ალფა რომეო ჯულია იქნებოდა. ეს შემდეგ. ახლა სწორი მიყ. კარგი, ხა უყურე რატო ვაფასებ ამას. ჯერ ესეთიც ისეთი ვიდეოდანაა კლიპი ამოჭრილი, რომელიცაც ძალიან ცოტა ნახვა აქვს. ფორმულას ვიდეო ხო არის? კი, ფორმულას ვიდეოა რა, ძალიან ცოტა ნახვა აქვს და ის ვიდეო იყო ჩემ არხზე, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეო, რაც დამიდია რა. ამ ტიპმა იქიდან იმას აქნა რა, დააკავშირა და ანუ რომ საბოლოო ჯამი შედეგი ეგ გამოდგა და იდეას უწოდებ ძალიან. ხარისხი არ ვარ გა? რა ქვია, Mr. Justice 79. გააბსესა. ვაა. იმ ბოლოს იმენა კინო და მღამე ბოლოს რა იქ არის? უყურე აქ რა. იმენა კინო. ხო, ანუ იმაშევა რა, კარგად არის დასმული. ძალიან პიკია ესეც. ვაა, ეს ძალიან მაგარია ბიჭო. რა მე ედით გააკეთე ჩემს, მოიცა რაღაც ეს. ჩემი მაგათი. ბოლოს Cringe Dog-ის ის ლეველი როც რომ მიაწეროთ, მადლობა ძალიან დიდი. ბიჭო, აქ მე მგონი უწერი არა იცი? ედით გააკეთეთ. გაიმარჯვა ამ კაცმას, მაჭარა ამ კაცმას და 3 გამარჯვება მე მგონი უკვე ყავს. მაგრამ არ თუ Allmarket-ი არ დამთანხმდა, მე ჩემი ფულით იმას ვსაუბრ, რა კიდე ორს გავამართე. აუ რა მაგარი კაცი ხარ აბა ძალიან სვეში. ჭამებს არის. აი ეს არის იმენა კინო. რა კარგადაა ხვები გაკეთე ბიჭო.
კაროჩე, ამბიცას უნდა გავამარჯვებინო რა უეჭველი. ძალიან კაი იდეა. ეს არის ნიკა ზალიშვილი ვიდეოგრაფ. ნიკა ზალიშვილი შენს გილოცავ აუცილებლად. ბიჭო, რა მომწონს? ცე რაღაცა ერთფეროვანი ედიტები არა, ყველა ერთმანეთს ხო, ცოტა ხო, არა იყო ერთფეროვანი, დალაიქებული არა მაქვს რაღაცები, რომლებიც აი ძალიან ისეთი იყო, ხვდები რა. ძალიან დიდი ხანია ეს მანქანა მინდა. ლამის 1 წელი შეიძლება უკვე შესრულდეს, რაც ამ მანქანაზე პირველ ვთქვი, რომ ალფა რომეო ჯულია მინდა მეთქი და იმ დროიდან მოყოლებული იმდენი გავაკეთე, რომ ეს მანქანა მეყიდა. ჩემი ამანაც მოიგო, რაბან ძალიან დამსახურებულად კითხვა რო არ გაგიჩნდება რა. სანთელ, შენც მოიგე ძმაო, ეს გათამაშებისთვის გაუკეთები. მე-6 გამარჯვებული. დათაგეთ კლასელებიო, all-market რაბა, გათამაშებისთვის გაუკეთებია. იდეა. ანუ თავ ვიდეოში რატო მოხდი, იცი? ანუ ეს ედიტი არ მეგონა და იქით ჩავცვი და ეხა უცებ აღმოჩნდა რომ გილოცავთ გამარჯვებულებს აუცილებლად დაგიკავშირდებით პირდაპირ პრიამო ეთერში. და ერთად წავიდეთ და გადმოგცემთ საჩუქრებს რა მოკლედ. მადლობა all-market-ს ამ გორში დგომისთვის და იმ გამოყოფილი საჩუქრებისთვის, რაც აი ამ არაჩვეულებრივი ადამიანებისთვის გამოყო. ხო, გამოიწერეთ არხი და რავი, წარმატებები.